აბა როგორც შევთავაზოთ რა. დავალება არის ჟონგლირება და 6 კაცი და წაგებული 3 ვის ყველაზე ნაკლებს აკეთებს ის გააკეთებს დასუფთავებას. ხო? ჩვენი ნაგავი ნუ ჩვენივე მოსავლელია, ხო ესეა? ამიტომ ეს იყოს დავალება. მე ჩვენც მივიღებთ მოგებულები მონაწილეობას და მოდი დავალება იყოს ეს. დავიგეთ ხე გავიშალეთ, წავედით. და დავიწყოთ კითხვა. აბა დავიწყოთ. მასწავლებელმა გამოწვევა მოგვიწყო. ვინც ყველა ცოტას აკენჭლია სტადიონის გარშემო გარემო უნდა დაგველაგებინა. საბოლოო ჯამში მასწავლებელმა და ბავშვებმაც დავალაგეთ ყველაფერი სტადიონის გარშემო. დაუკრათ ტაში, დაუკრათ ტაში. ეს თემა ქონდა მოედნის გარეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა გარემოს დასუფთავებაში და ყველა ფეხბურთელმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანა აი ამ ბუნების დასუფთავებაში და ჩვენ შევერთით პირადი ექიმის გუნდს და ავირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ბუნებრივია ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მოედნით, არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი ეზოებით სადაც ცხოვრობთ, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი იგივე სახლი. და ნუ ეს мотивация მივეცით მათ, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და ეს უნდა იყოს ყოველთვის რა და ეს мотивация უნდა გადავდოთ ჩვენს გუნდელებს, კლასელებს, მეგობრებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აღზრდა იწყება ზუსტად ამასაკიდან და პირველი ვისაც ითვალისწინებს ფეხბურთელი იქნება თუ ნებისმიერი სკოლის მოსწავლე, ესა პედაგოგი და მასწავლებელი. ბუნებაში არ შეიძლება ნაგვების დაყრა, ხან სუფთა ჰაერი აღარ იქნება. რაღაცეებს ოყრიან ადამიანები და ყველაფერს რო აფუჭებენ, რო ალაგებთ უფრო ისა ჯანსაღი. იმისთვის დავალაგეთ ჩვენ, რომ თუ აგდებთ რაღაცეებს, უაზიანებთ ბუნებას და ხეებს და ყველაფერს, სოციალურ არსებებს. მოუწოდებ ყველას პირველ რიგში მინდა გითხრათ, ეს არაა მხოლოდ სპორტის წარმომადგენელს არ ეხება. და ეხება ყველას რა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს შეიძლება იყოს მცირე პროპაგანდა იმის რომ შეიძლება მცირედით რაღაც მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის კეთილდღეობაში ეს შეიძლება ბევრს არ ნიშნავდეს მაგრამ აქედან იწყება და აქედან გამომდინარე ის რომ ჩვენ რაღაცა ნივთებს დაყრებს ავიღებთ და დავასუფთავებთ რაღაცა ქვეყნისთვის ელემენტარულს ვაკეთებთ ვისაც მეტი შეუძლია ავტომატურად მეტი უნდა გააკეთოს კარგია რომ ამას აქედანვე ეჩვევით ამიტომ მარტო სპორტი არაა ყველაფერი და ამისთვის მადლობას გიხდით მე ავირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. მე და ჩემ გუნდელებმა ავირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.